პირველ რიგში მომწონს სივრცე ამ ბინაში. აქ არის საკმაოდ დიდი ტერიტორია. სტუდიოსტების არის მართალია, მაგრამ დიდი ოთახია ზოგადად თავისი განათებით. ნახეთ, პრაქტიკულად 3 ვიტრაჟია შედარებით მომცრო ზომის და ასევე აღნიშნავ იმას, რომ ცალკე აქვს აივანი, სადაც მე ვფიქრობ, რომ თან გადახურულია. დამატებით ჩათვალეთ, რომ ცალკე ერთი ოთახია, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად მოეწყობა ის და ჰაერია იდეალური. ჩემს უკან ახლა არის დეკორატიული ლესო, რომელიც ჩემი საყვარელი შტრიხია ყველა ინტერიერში. მომწონს ის, რომ ფრანგული უფრო სწორად ბოდიში, ინგლისური წყობა არის იატაკზე გამოყენებული და რაც მე ვფიქრობ, რომ ინტერიერში შემოაქვს კიდევ ერთი რაღაცა მდიდრული შტრიხი. გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ შემოდის უცხოფერი აქცენტად და ასევე ხე ისევ და ისევ მეორდება მაგიდის სახით. განათებაზეც გავამახვილებ ყურადღებას და ზოგადად მე ვფიქრობ, რომ განათებაზე საკმაოდ ბევრი არის ნაფიქრი ამ სახლში. აქ ხდება ესეთი სამზარეულო, აქ სისტემა ყველაფერი აბსოლუტურად არის ჩაშენებული, რაც კი შეიძლება რომ იყოს, მათ შორის რა თქმა უნდა ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ასე შემდეგ. არის ეს მხარე ისე დატვირთული, რომ საერთოდ არ გაწუხებს ადამიანს, აქ გვაქვს დიდი ღია სივრცე. გამწოვი, რომელიც ასევე დეკორაციის ფუნქციასაც ასრულებს. კედლები არის სხვადასხვა ფერის, მზის მიხედვით არის, მე როგორც მივხვდი, აქ განლაგებული და ძალიან ლამაზია. აქ კი შევდივართ, ეს არის სველი წერტილი, რომელიც სტუმრებისთვის არის. აქეთ კი ოთახი, რაც ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან საჭიროა, რომელიც არის სამრეცხაო. ეხლა ვნახოთ საძინებელი, კარზე გავამახვილებ ყურადღებას, მაღალი ხარისხის კარი არის ამ საძინებელ ოთახში, ასევე გვხვდება დეკორატიული ლესვა, იქით არის აშკარად უკვე გამოყოფილი მკვეთრად ადგილი, სადაც უნდა იყოს კარადა და არაჩვეულებრივი საწოლი. აქვს ცალკე აივანი ამ საძინებელს და მეორე საძინებელს, ანუ 103 კვადრატულ მეტრში, რომელიც მდებარეობს მესამე სართულზე. გვაქვს ორი დიდი საძინებელი, ვერც ერთზე ვერ ვიტყვით, რომ პატარაა. შემოსასვლელი სივრცე, სადაც ასევე დიდი ტევადი კარადა გაკეთდება თავის სარკით. ეს კი კიდევ ერთი სველი წერტილი, სადაც უკვე საშხაპეც გვხვდება იმ სველი წერტილისგან განსხვავებით. ეს უკვე მეორე საძინებელი. აქვე გათბობის სისტემაზეც გავამახვილებ ყურადღებას. ლამაზი სანათია, დეკორატიული ლესვა და აქ მე ვფიქრობ, რომ არა კარადა, არამედ პატარა საგარდიობე ოთახებითაც შეიძლება რომ მოეწყოს. ხედით დავაფიქსიროთ. ეს უძრავი ქონება არის სულ ახალ კომპლექსში, Green Hill-ის კომპლექსში. იყიდება მესამე სართულზე, არის 103 კვადრატული მეტრი, თქვენ კი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ ჩემი გვერდით დროებით.